მამისათა, დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არ ღმერთი. დაგლოსოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ მაღალმა ღმერთმა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მეშვეობითაც ნებისმიერი სახის ეგრეთ წოდებული კონფესიები, რელიგიები აბსოლუტურად თანასწორ უფლებიანი ხდებიან ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიისა. და მიუხედავად მისი უწმინდესობის თხოვნისა, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ამ კანონს. ანუ ეს კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. ეს კანონი არის ისტორიული დანაშაული. ისტორიული დანაშაული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და რაც ყველაზე საშიშია, თვითონ იმ 70 პარლამენტარისათვის ბრძოლა არის ეკლესიის წინააღმდეგ. არ ყოფილა ისტორიის მანძილზე არც ერთი შემთხვევა, როდესაც არა მარტო ჩვენ დროში, ან ჩვენ საუკუნეში, ან წინა საუკუნეში, არამედ ეკლესიის დაარსების დღიდან ნებისმიერი ძალა და ნებისმიერი პიროვნება, რომელიც შებრძოლებია ქრისტე მაცხოვარს ან მის ეკლესიას საშინელი დასასრულით არ დაემთავრებინოს, არა მარტო იმ გაგებით, რომ ჯოჯოხეთში არ ჩავარდნილიყოს, არამედ ამ სოფლიური ცხოვრებას არ დაემთავრებინოს საშინელი დასასრულით. ჩვენ თაობას კარგად მოეხსენება, რომ მე-20 საუკუნეში ხას უწევ, იმიტომ რომ ჩვენი თაობა ეს უშუალოდ იცის. და წინა საუკუნეებში მუხტარი ამბები იცის ისტორიული წყაროებიდან. რომ მე-20 საუკუნეში, როდესაც ინგრეოდა ეკლესიები, მიმდინარეობდა სასულიერო პირებისა და მოწმეთა ფიზიკური განადგურება, ეს ყველაფერი ხდებოდა მაშინდელი კანონმდებლობის დაცვის მიხედვით. ანუ კანონიერად ყველაფერი ეს იყო გაფორმებული. ხელისუფლება ღებულობდა გადაწყვეტილებას გრევისა და ეკლესიებისა და მონასტრების გრევის შესახებ, ან სასულიერო პირების დევნის შესახებ და ხელისუფლების გადაწყვეტილება ყველა შემთხვევაში აქვს კანონის ძალა. სამართლებრივად, ანუ სახელმწიფოს კანონის წინაშე არც ერთი მათგანი არ დაჟინდა. მაგრამ დაუჟელი არ დარჩენილა არც ერთი. მაგრამ უკვე ღვთისმიერი ყველას კარგად მოეხსენება. პატარა სოფელშიდაც კი, სადაც აზრებს თუ სასულიერო პირებს ეხებოდნენ ძალადობრივად, ანგრევდნენ, სწობდნენ და ანადგურებდნენ ყველა ის აქტივისტები, არა თუ ეგრეთ წოდებული ზედა ეშელონის მქონე ადამიანები, არამედ პატარა აქტივისტები კი დაისაჯნენ ძალიან მწარედ, კერძოდ ხშირ შემთხვევაში შვილზე და მომავალმა აგვო პასუხი სიცოცხლით, ოჯახები გადაშენდა. სამწუხაროა, რომ ამას ხდებოდა, მაგრამ ეს არის ფაქტი. ამას შეგახსენებთ, ვამბობ, იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანმა ასეთი ფაქტები, ასეთი შემთხვევები ძალიან ბევრი ვიცით. ძალიან ბევრი ვიცით ასეთი შემთხვევები. ამჟამად ასევე მინდა სახარებიდან შეგახსენოთ პილატეს მაგალითი. რას აკეთებდა პილატე და რა გააკეთა პილატე. როდესაც მაცხოვარი წარადგინეს პილატეს წინაშე, სახარებიდან და ასევე ისტორიულადაც ჩვენ ვიცით, რომ პილატე ცდილობდა ქრისტეს გაშვებას. შეიძლება ითქვას ყველაფერი ეცადა, რომ ქრისტე გაშვებულიყო, გაეთავისუფლებინა. რამდენჯერმე გამოვიდა გარეთ ხალხში და უთხრა, რომ პირველ გამოსვლაზე ეუბნება, ამ კაცში მე დანაშაული ვერაფერი ნახე, მეორე გამოსვლაზე ეუბნება, რომ თქვენი მეუღია და თუ ჯვარზე გაგიკრათ,
მესამე გამოსვლაზე ეუბნება, რომ დღესასწაულია და ერთი ადამიანი ხო უნდა გაპატიოთო. ნახეთ როგორ ცდილობს პილატე ქრისტეს გათავისუფლებას. და როცა შედის მათხოვართან, ეუბნება კიდეც, რატომ არ იღებ ხმასო? ნუ თუ არ იცი რომ მე მაქვსო შენი ჯვარცმა უფლებამოსილება, ასევე შენი გაშვების უფლებამოსილებაა. ამაზე მათხოვარი პასუხობს, ეს ეგრე არ არისო, შენ არ აგავს ჩემი არ გაშვების, არ ჯვარცმის უფლებამოსილება, ზეციდან არის ესეც დაშვებული. მაგრამ როდესაც პილატემ გაიგონა ასეთი წინადადება, რომ თუ შენ მაგას ჯვარზე არ გააკრავ, პასუხს უგებ კეისარსა. აი მაშინ კი პილატემ გააკეთა არჩევანი იმისათვის, რომ არ დაეკარგა საკუთარი სკამი და არ დაეკარგა სიცოცხლე, გააწირა მათხოვარი, გააწირა სიმართლე და ჭეშმარიტება და ჯვარზე გააკრა ის. როდესაც ჩვენ საუბრობთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ქრისტიანებო, ჩემო ქართველებო, რომ 70 ადამიანმა, პარლამენტის წევრებმა ხმამიცა კანონს, რომელიც კიდევ მეორე არის ისტორიული დანაშაული და ასევე ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. და მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ მათ არ იცოდნენ რაზე აძლევდნენ ხმას. მე მინდა ასეთ ადამიანებს უთხრა. ჩემთვის რამდენადაც ჩემთვის ცნობილია კანონის უცოდინრობა არ ათავისუფლებს დამნაშავეს საჟელისაგან. რაღაც არ მგონია, არ გამიგონია არც ერთი შემთხვევა, როდესაც მექთამე დაეჭიროთ, მას ეთქვა მექთამე ჩვენებაში, რომ არ მეგონა თუ მექთამეობა ცოდვა იყო, უпроსტორად სახელმწიფო სიტყვით თუ ეთქვი, რომ დანაშაული იყო სიცხესამართლის და ამ განცხადების შემდეგ მის გამოეჩქვა. ან თქვათ ვინმე სცემა არის, დანაშაული არ ვიცოდი ეს და არ ვიცოდის გამო საჟელისაგან ვინმე გაეთავისუფლებინა. და თუ რიგით ადამიანზე მე მინდა იმ ნაწილს საზოგადოებისას მიმართო, ვინც ასე ფიქრობს, რომ თვითონ არ იცოდნენ მათ რა აზიარდებდნენ ხელზე, რატომ უნდა იყვნენ საჟელის ქვეშ. თუ რიგით ადამიანზე არ ვრცელდება და არც უნდა ვრცელდებოდეს კანონისადმი უცოდინრობის შემთხვევაში საჯელისაგან გათავისუფლება სახელმწიფოს უმაღლეს კანონმდებლებს, კიდევ ვიმეორებ, კანონმდებლებს, უმაღლეს კანონმდებლებს, როგორ შეიძლება რომ გამართლებად მიეცეს, რომ არ იცოდნენ რაზე აცლებდნენ ხმას და რას აცლებდნენ ხმას. ასევე არსებობს მეორე ნაწილი საზოგადოებისა, რომლებიც ფიქრობენ და ასე თავისებურად ჟელობენ, რომ ისინი ძალიან განიცდიდნენ. მაშინ ხმის მიცემის დროს ნერვიულობდნენ, ნანობდნენ, რასაც აკეთებდნენ, ახლა ძალიან ნანობენ და ამის გამო მიეტევება მას. ნერვიულობდნენ და თავენ საქციელს. მინდა მათ შევახსენო, პილატეც ნერვიულობდა. პილატე ძალიან ნერვიულობდა გადაწყვეტილების მიღების დროს. მაგრამ ნერვიულობის გამო კი არ მიეცამა გამართლება, არამედ სწორედ გადაწყვეტილების მიღების გამო მიიღო საჯირო. თუ ვინმე განიცდის თავის ცოდვას, მან ეს უნდა აღიაროს საჯაროდ, დატოვოს, უნდა გაიმეოროს. ის ქმედება რაც გააკეთა წმინდა გიორგი, რა გააკეთა? შევახსენეთ მათ და ყველა თქვენთაგან. წმინდა გიორგი სენატში მთელი აი საკანონმდებლო ორგანოს წინ იმპერატორი ამხილა ქრისტიანების დევნაში, განიმოსა მანტია და დადგა ქრისტიანების დამცველად. და ხელი ანუ მოაწერა ხელი საკუთარ მიწიერ სიკვდილს. წმინდა გიორგი სწორედ ამით გამართლდა და ამის გამო ხდება წმინდა გიორგი, ის წმინდა გიორგი, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანება და პატივს მიაგებს ჩვენიერი და არა მარტო ჩვენიერი, მთელი მართლმადიდებლური სამყარო და რომელიც წმინდა გიორგიც არის ჩვენიერი სულიერი მფარველი და შემწე და მეორე.
ასეთი ნაბიჯი უნდა გავადგან მათ. და ის ლოგიკა თითქოს მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ უმრავლესი მათგანი არის მაჟორიტარები სხვათა შორის. მიიღეს იმის გამო, რომ შემდგომ რაიონებში ყოფილიყო დაფინანსებები და გაკეთებულიყო სხვადასხვა სახის საქმეები. ეს არის პირდაპირ გაყიდვა ფულზე ჭეშმარიტებისა და ეკლესიისა. ჩემო სულიერო შვილებო, ქრისტიანებო და ქართველებო, მინდა მივმართო თხოვნით და რჩევით ამ 70 პარლამენტარის ოჯახის წევრებს, მეუღლეებს, დაეხმარეთ თქვენს მეუღლებს. მინდა მივმართო ამ 70 პარლამენტარის შვილებს, დაეხმარეთ თქვენს მშობელს. მინდა მივმართო ამ 70 პარლამენტარის ნათესავებს, დაეხმარეთ თქვენს ხორციელ ნათესავს. მინდა მივმართო ამ 70 პარლამენტარის მეგობრებს, ახლობლებს, დაეხმარეთ თქვენს მეგობარს. ისინი იმყოფებიან საშინელ მდგომარეობაში. მათ თავზე გარდაუვალი ღვთის რისხვა დატრიალდება და დატრიალდება მათ ოჯახებში და პასუხისმგებელი შვილებითა და შთამომავლობებით. მე მიმართავ ყველა ადამიანს, ვისაც მათ მიმართ პატივისცემა გააჩნია. დაეხმარეთ მათ. დაეხმარეთ, რომ მათ გაუჩნდეთ ჭეშმარიტი ქრისტიანული სინანული და არასწაული სინანული. მათ გაუჩნდეთ ჭეშმარიტი წრემლი და არასწაული წრემლი. ჭეშმარიტი წრემლი და არასწაული, ანუ ნიანგი წრემლი. ნამდვილი წრემლი გაუჩნდეთ, რომ გადარჩეს ისინი და მათი ოჯახები. ღვთის საშინელი რისხვისაგან. გარდაუვალი რისხვა ელოდება მათ. გარდაუვალი რადგან ღმერთი ცოცხალი და აუცილებლად ისინი პასუხისმგებელია. ღვთისა და ერის წინაშე და სინანული შემთხვევაში კი შანსი ეძლევათ, რომ გადაარჩინონ თავიანთი შვილები და მომავალი. დაეხმარეთ მათ, ჩემი უმორჩილესი თხოვნა, ვისაც გაქვთ მათთან სიახლოვე, დაეხმარეთ და უშველეთ მათ. გაგაძლიეროთ, გაგამტკიცოთ მაღალმა ღმერთმა, სიმტკიცე მოგცეთ უფალმა, მოგცეთ ღმერთმა სულიერი სიმშვიდე, მაგრამ ასევე პრინციპულობა და სულიერი მოუდრეკელობა სარწმუნოების ერთგულების საქმეში. სარწმუნოებისა და ჩვენი ეროვნულობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი კულტურის, ჩვენი მეობის ერთგულების საქმეში. და გახსოვდეთ უფლის სიტყვები, სადაც 2-3 შეიკრიბებით ჩემი სახელით, მეცი გვარო. და 2-3 კი არა. მაშინაც კი მე მინდა ილია წინასწარმეტყველის მაგალითი შევახსენოთ. როდესაც ილია წინასწარმეტყველი თითქოს მარტო დარჩა უდაბნოში და ღმერთს ეუბნება, უფალო, ვიღა დარჩა ჩემს გვერდითო, რომელიც შენი ერთგულიაო. მაშინ გაიგონებს უფლის სიტყვას, რომ ცდებიო, კიდევ 67 კიდევ არის 7000 ადამიანი, ვისაც კერპებისთვის თაყვანი არ უსიაო. რატომ არ იცოდა ილია მეს? იმიტომ რომ ესეთი ადამიანები გათითო კაცებულები იყვნენ და ერთმანეთთან არ ჰქონდათ ურთიერთობა და კავშირი და ამიტომ არ იცოდა ილიამ იმ შემთხვევაში, რომ თითქოს მეტი აღარავინ იყო დარჩენილი. მაგრამ მესმა ხომ იცის, ძალიან ბევრი ადამიანია დარჩენილი საქართველოში მიუხედავად ამ აგრესიული პროპაგანდისტული მანქანის მუშაობის შედეგად, რომლებიც საოცრად ცდილობს გარყვნას შვენიერი გაათახსიროს და შემდგომ გათახსირებული და გარყვნილი საზოგადოება ხომ ადვილი სამართავია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი ძალაა ჩვენში სარწმუნოების დიდი სიყვარულისა, დიდი ერთგულებისა და ჩვენი ეროვნული მეობის ერთგულებისა დაცვისა და თუ საჭიროა თავგანწირისათვის. ამიტომ მინდა თქვენ მოგმართოთ, ჩემო ქრისტიანებო, არ შედგეს თქვენი გული, არ შეშინდეთ, რომ ვაი რა გვეშველება, ვაი რა ეშველება ყველა იმას, ვინც ებრძვის ეკლესიას. და ჩვენ კიდე და თქვენ კიდე გიხაროდეთ, რადგან გიცნიათ ჭეშმარიტი ღმერთი, გიცნიათ ჭეშმარიტი სარწმუნოება და გიყვართ დედა თქვენი ეკლესია და გიყვართ მისცა თქვენი, რომელსაც ხელი როგორც უსმინესი ზანებს ერთ-ერთ გადაგების დროს, ხელი რომ მოუჭირო, სისხლი გამოუვა, ხოლო ხელი რომ გაშალო, ძვლები დარჩება. და რომ გიყვართ ეს მისცა, ეს იმას ნიშნავს, უნდა გიხაროდეთ, რომ თქვენ ასეთები ხართ.
გაგაზიაროთ, გაგახაროთ, გაგამტკიცოთ მაღალ რომლებმა და მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ.